წლების მანძილზე ვიყავი ბატონო გოგას საბავშვო ბაღის აღზრდელი. და გოგოების და ბიჭების ბუნებრივი მყავდა და როგორ და ეხლა უკვე სადაც 21-22 წლისები არიან ჩემი ბავშვები და Facebook-ზე რომ გოგოებს ვიღაც დაუწერდა ვისაც არ ვიცოდი რა ლამაზი ხარ იმაზეც კი ვეჭვიანობდი ხა ორი ბიჭი მყავს გოგო არ მყავს და გოგო ხო არ მყავს და უკვე ვეჭვიანობ ვიღაცას რომ შეუყვარდება ვიღაცა რომ რაღაც კომპლიმენტს ეთქვის უკვე ვეჭვიანობ გქონდათ ხოლმე თქვენს რაღაც ესეთი მომენტი ეჭვიანობის თუ რაღაც კი როგორ არა მაგრამ ნახეთ ეჭვიანობა კი არ იყო ხო რა ქვია მაგას ეს არის რაღაცა გარკვეული სიფრთხილე მოდი ესე დავარქვათ და პრევენცია იმის რომ ძალიან უტვინოთ არ იცხოვროს ადამიანო რა ამიტომ მისათითებელია რაღაცა სწორი ღირებულებები აუცილებლად სწორი ღირებულებები და ის არის შესაგრძნები ასათვისებელია ის სწორი ღირებულებები და მე არაფრის შიში არ უნდა გქონდეს ეს მისი ცხოვრება ის თვითონ გადაწყვეტს თავარია გაიზარდოს სწორ და რეალურ ღირებულებებზე და ანარჩენად არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს სხვის ცხოვრებაში მისი ცხოვრება როგორც ჩვენ შეგვიძლია კალაპოტი ისიც არასწორად მიმაჩნია მაგრამ რა არის კარგი და რა არის ცუდი ეს რაღაც რჩევის დონეზე შეიძლება კალაპოტად ურჩიო თუ გაყვა ამ დინებას ცუდს ვერაფერს მიიღებს იქიდან მე მჯერა რომ ყველა მშობელს თავისი შვილისთვის განსაკუთრებულად კარგი უნდა და დანარჩენად მისი ნაბიჯები ცხვირის წამტრევაც კი მისი ცხოვრების არის ასე რომ რაღაცებს მეც ეგრებს სწავლობდი ხო მეც ბევრჯერ გავლახულ ვარ ცხვირიც გამიტეხავს ფეხზეც დამდგარ ვარ ჩავარდნილ ვარ დავარდნილ ვარ წამიგია მომიგია მე თანხას არ ვგულისხმობ და კაზინოს მაგრამ ცხოვრების ეულ გეგმას ვგულისხმობ რაღაცა სპექტაკლი გამომსვლია რაღაც არ გამომსვლია რაღაც ჩავარდნილია რაღაცა პირიქით ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია მაგრამ ეს სულ გამოცდილებაა რომელიც გროვდება აი მხრებზე რო კიდია იმ გოდორში და ეს გამოცდილებაა შენი სიმდიდრე დაკარინა თქვა გამოცდილება შენი სიმდიდრე და მართლა ყოველდღიურად მდიდრდებით და მე უბრალოდ სწორად და გამოვიყენოთ მე ეს გამოცდილება და როგორც თქვენ ბრძანეთ აი სწორი კალაპოტი უნდა მივცეთ რა ბატონო